მოგესალმებით, მე ვარ აკაკი, ლოგიკური პერსპექტივიდან და დღეს ვილაპარაკებთ ღმერთიშვილის ნამდვილ სახელზე და ღმერთის და ღმერთიშვილის ნამდვილ სახელებზე. ბევრს გონია, რომ ღმერთიშვილი გამოიყურება ასე, მაგრამ ეგრე არ გამოიყურება. და ეს მითი საიდან მოდის? იქიდან მოდის, რომ დაახლოებით 1400-იან წლებში იყო პაპი ალექსანდრე მე-6 და იზახიან რომ ძალიან ცოტა არ იყო კარგი ადამიანი, როგორი იყო მე ვერ ვიტყვი, მაგრამ იზახიან რომ ცუდ რაღაცებს აკეთებდა და ერთ-ერთი რაც გააკეთა ის იყო რომ თავისშვილის ვიზუალი გამოაცხადა როგორც ღმერთიშვილის ვიზუალი და ცნობილ მხატვრებს დაახატინა თავისშვილი და ხალხს დააჯერა რომ იესო ესე გამოიყურება. იესოვის ნამდვილი სახელიც არის და მის ნამდვილ სახელზე გადავალთ. იესოვის ნამდვილი სახელიც არის იაუშუა, მაგრამ მის სახელზე მალე ვილაპარაკებთ. ხალხს დააჯერა რომ ესე გამოიყურება და მაგის მერე მოდის ეს მითი რომ იაუშუა ესე გამოიყურება, რომ ღმერთიშვილი ესე გამოიყურება. და მართლაც აი ძალიან ბევრ სოფლიოს დიდ ნაწილს გონია არასწორად რომ გამოიყურება ესე. რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი იცოდე ღმერთიშვილი როგორ გამოიყურება რეალურად. არ არის აუცილებელი. მაგრამ იმიტომ რომ სამოთხეში რომ მოხვდებით, მაინც ყველა ვნახავთ როგორ გამოიყურება. მაგრამ მაინც ჯობია რომ სიმართლე ვიცოდეთ და ვიცოდეთ რა შეესაბამება სიმართლეს. კიდე ერთი ის არის რომ ძალიან ბევრი ძალიან ბევრ ხატში ხატია ღმერთიშვილი არასწორად, ხატია როგორც ვიღაცა ადრინდელი პაპის შვილი, ან მაგის ვიზუალიდან არის აღებული და რა თქმა უნდა შეცდომა არის და ცუდმა არის. ეხლა ხატზე რო გიხატია ვიღაცა პაპის შვილი და რომ უჩოქებ რომ ღმერთიშვილო ან ღმერთო ეგ რა თქმა უნდა ცუდვა არის, იმიტომ რომ რეალურად სხვას და პატივს. ასევე ძალიან ბევრი ქრისტიანული ტრადიცია არის ძალიან ცუდვა, ბევრი ძალიან. ერთ-ერთი მაგათ შედის, ნუ მოძჯობია სხვა ლექციაში ვილაპარაკო ამ თემებზე. ჯერ ვილაპარაკო, რაზეც ვილაპარაკო. ესე იგი კიდე ეს საინტერესო ის არის რომ როცა თქვი აუცილებელი არ არის იცოდეთ ღმერთიშვილი როგორ გამოიყურება თქო. ჩემო ფარმულმა აგელოზმა მითხრა რომ ნიშნულოვანი არისო. ნუ კაი არ შევეკამათები. გაიხაროს. და ესე იგი ღმერთიშვილი გამოიყურება ესე. როგორც იცით, ღმერთიშვილი დაიბადა ბეთლეჰემში, იერუსალიმ პალესტინის ტერიტორიაზე. არ ვიტყვი რომ ეს ტერიტორია არის რეალურად, იმიტომ რომ არ მინდა რომ კიდევ უფრო შარში მოვხდე. ეგ თქვენ გადაწყვიტეთ. მაგრამ დაიბადა ბეთლეჰემში, დაიბადა შუა აღმოსავლეთში, ჰქონდა შედარებით მუქი კანი და ჰქონდა მოკლე თმა. და რეალურად გამოიყურება ასე. ეხლა შეიძლება თქვათ რომ აი ნუ მე საიდან ვიცი როგორ გამოიყურება, ხო? აი ის რომ ღმერთის თქმა მესმის, ეგ დავაიგნოროთ, ის რომ რეალურად ახლოს ყოფნა ვარ წარსულში ღმერთიშვილთან, ეგეც დავაიგნოროთ. ერთი ფაქტი ის არის რომ ყოფილა ძალიან ბევრი near death experience. Near death experience ქართულად ნიშნავს აი თითქმის მოკვდას გამოცდილება. ბევრჯერ ყოფილა რომ ადამიანი ლამის მომკვდარა, რაღაცა კატასტროფაში მოყოლა და ჩათვალე წავიდა მეორე ცხოვრებაში, შემდგომ ცხოვრებაში წავიდა. დროებით გარდაიცვალა და შეხვდა ღმერთიშვილს. მაგრამ ღმერთიშვილს რო შეხვდნენ, ღმერთიშვილმა და ღმერთმა სასწაულებრივად ეს ადამიანი გააცოცხლეს, დაუბრუნეს ჩვენ სამყაროს და ძალიან ბევრი შემთხვევა არის, შეგიძლიათ მოვიძიოთ ინტერნეტში, ძალიან ბევრი შემთხვევა არის ესეთი. ადამიანი ლამის მოკვდა და მართლა ღმერთს შეხვდა და მერე დაბრუნდა ამ სამყაროში. და ისე გამოდის, რომ
ძალიან ბევრი რაღაცა გაიგეს ღმერთისგან ან ღმერთიშვილისგან, რაც ჩვენ არ ვიცით. და ერთ-ერთი რასაც თითქმის ყველა იძახის, აი რაც კი მოსმენილი მაქვს, ის აი ტესტიმონიები, ვინც შეხვდნენ ღმერთს ან ღმერთიშვილს, ძალიან ბევრი იძახის, რომ ღმერთიშვილი გამოიყურებოდა აი ესე. გამოიყურებოდა მართლა უფრო მუქიკანით და მოკლედ მით. ძალიან ბევრი ესე აღწერს. კიდე ერთი ღმერთის წინასწარმეტყველი არის, ქვია ელიშევა ელიაჰუ. და მას გამოეცხადა როგორც ხედვა, თუ ღმერთიშვილი როგორ გამოიყურება, ღმერთიშვილი მას ასე პირადად გამოეცხადა და აღწერა, რომ ესე გამოიყურება. და რეალურად კი ძალიან ბევრ მორწმუნეს, ან ვითომ მორწმუნეს გონია, რომ როგორც პაპი ალექსანდრე მე-6-შვილი გამოიყურება, ისე გამოიყურება ღმერთიშვილი. მაგრამ რეალურად ვინც ღმერთთან ახლოს არის, ძალიან ბევრი აღიარებს, რომ ღმერთიშვილი გამოიყურება აი ესე. და ახსენე ელიშევა ელიაჰუ, ვის სახელშიც არის ანუ იაჰუ. და აღმოჩნდა ჩემი მოძიების შემდეგ აღმოაჩინეთ ესეთი რამე, რომ ძველ აღთქმაში სახელი იაჰ არის ხსენებული, თუ არ ვცდები 4000 ჯერ ან მეტჯერ. ასობით ან ათასობით არის ხსენებული სახელი იაჰ. ანუ რო შეხედო ძველ აღთქმას, რომელიც დაიწერა ორიგინალურად ებრაულად, ეს ძველი აღთქმა, ებრაულად აღიარებული არის, რომ ღმერთის სახელი არის იაჰვე. და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამოიღეს ეს ხმარებიდან, იმიტომ რომ ერთ-ერთი მცნება არის, რომ არა იყო ღმერთის სიტყვა don't take the name of your God in vain, ანუ ღმერთის სახელი უბრალოდ ისე არ გამოიყენო, მაგრამ ებრაელებმა ძალიან ექსტრემალურად მიიღეს ეს ცნება და გახადეს ძალიან ტაბუ, ძალიან ცუდად უყურებენ იმ ადამიანებს, ვინც ღმერთს თავის სახელ იაჰვეს ეძახიან. მაგრამ წავიდა წარსულში, სანამ ამ ყველაფერს აღმოვაჩენდი, უფრო ახალგაზრდა ვიყავი მაშინ და ვცდილობდი ღმერთზე მომეწია ინფორმაცია და ღმერთს ვკითხე, რომ ღმერთო, რა არის თქვენი სახელი თქო. და რამოდენიმე დღის შემდეგ შევედი რომელიღაც საიტზე, შევედი BitChute-ზე, BITCHUTE.com. საიტი არის, სადაც შეგიძლია ძალიან საინტერესო ინფორმაცია მონახოთ. და ამომიგდო ესეთი ვიდეო, სადაც აჩვენებენ იმ ფაქტს, რომ ღმერთის სახელი იაჰვე წერია ჩვენ გენეტიკაზე. აღმოჩნდა, რომ ყოველ ჩვენ ვხედავთ ამ გენეტიკას, ამ DNA-ს. და აღმოჩნდა, რომ ყოველ ამ DNA-ს კვანძზე არის რაღაცა, რაც აკავშირებს ამ კვანძებს. და თურმე ამას ამ გენეტიკის DNA-ს კვანძებს აკავშირებს, თუ გადათვლი, გამოდის, რომ ეს კვანძები არის 10 დაშორებული, მერე 5 დაშორებული, მერე 6 დაშორებული და მერე ისევ 5 დაშორებული. და აღმოჩნდა, რომ ებრაულად თუ გადათვლი, ებრაულ ლექსიკონს თუ შეხედავ, ალფაბეტს თუ შეხედავ უბრალოდ მე-1000, ანუ ჯერ ხო არის დაშორებული 10-ით, მე-1000 არის Y, მე-500 არის H, მერე მე-6 არის V და ისე მე-5 არის H. ანუ გამოდის იოდ ჰეი ვავ ჰეი და იწერება როგორც იაჰვე. ძალიან საინტერესო ვიდეო არის. ანუ ღმერთის სახელი არის რეალურად იაჰვე. და კიდე ერთი საინტერესო ფაქტი არის. ეტავს გავასწორო ჩემი
გავასწოროთ ჩემი მონიტორი, ჩემი ვიზუალი. ალობა. აღმოჩნდა ის ასევე რომ სახელი იაჰ თვითონ ღმერთმა ბიბლიაში წერია რომ ბიბლიაში თუ წაიკითხავთ წერია რომ მე ჩემი სახელი დავარქვი ისრაელს, დაახლოებით ეგეთი რამე წერია. ანუ რეალურად ანუ ხო არის ადრე ბიბლიაში ეგრე წერია რომ ღმერთმა აიჩია აბრაამი და აბრაამის მერე აბრაამი ემსახურებოდა ღმერთს და აბრაამი გახდა ღმერთის მეგობარი და აბრაამის descendantები ვინც არიან აბრაამის შვილიშვილები ვინც მოვიდნენ გახდა ისრაელის ხალხი და რეალურად ისრაელის ხალხს ქვია იაჰუდაიტები. ანუ ღმერთმა ისრაელის ხალხს დაარქვა იაჰუდაიტები, ანუ იაჰ თავის სახელი შეიყვანა მათ სახელში. და თურმე ძალიან ბევრი წმინდანის სახელში არის სახელი იაჰ. მაგალითად ბიბლიის ორიგინალ თარგმნებს თუ ნახავთ, აღმოჩნდება რომ თქვა ხო არის იოანე წინასწარმეტყველი. იოანე წინასწარმეტყველის ნამდვილი სახელი ებრაულად არის იაჰოჩონანი, იაჰოკანან. რაც ნიშნავს იაჰმა ნათელი განმოგდო, ან იაჰმა გვაკურთხა. ანუ ძალიან ბევრი სახელი, ძალიან ბევრი წმინდანის სახელი, თუ არა და ყველა წმინდანის სახელი, მათ სახელში შედის სახელი იაჰ. ანუ ღმერთმა ყველა წმინდანს თავის სახელი დაარქვა. მაგალითად ზოგს დაარქვა იაჰის დიდება, ზოგს დაარქვა იაჰმა ნათელი განმოგდო. ანუ ძალიან ბევრი სახელი შედის იაჰ, იმიტომ რომ ღმერთის სახელი არის იაჰვე. იაჰვე ითარგმნება როგორც იაჰ მარადიულად თვითყოფადი. ანუ ღმერთის სახელი არის იაჰ და იაჰვე ნიშნავს იაჰ მარადიულად თვითყოფადი. იმიტომ რომ ღმერთი მარადიული არის და თვითყოფადია, ესე იგი თავის თავს ინარჩუნებს და არ ჭირდება სხვა რომ იარსებოს. ანუ ღმერთი არის რეალურად. აი ხანდახან ძალიან მოჯი ყოფილა რომ აი დაფიქრებულ ვარ როგორი დიდი არის ღმერთი, თქვა აი ჯერ კოსმოსი რამხელა არის და გავიაზრე ის ფაქტი რომ ღმერთმა კოსმოსში შექმნა, ესე იგი ღმერთი არის კოსმოსზე უფრო დიდი. და აი ძალიან ისეთი არის, ძალიან აი კომფორტის მომცემი არის რომ ეგეთი ღმერთი არის ჩვენ მხარეს. რომელიც კოსმოსზე დიდი არის. მაგრამ აი ვახსენეთ წმინდანების სახელები. და ვინ არის უფრო წმინდა ვიდრე ღმერთის შვილი, რომელიც მოვიდა და რომელიც ეწამა და მოკვდა იმის გამო რომ ჩვენ შეგვეძლოს მივიღოთ პატიება ჩვენი ცოდების პატიება მივიღოთ, ცოდების ახსნა მივიღოთ და მის სისხლით და ხორცით გავირეცხოთ და შეგვეძლოს სამოთხეში მოხვდეთ. ვინ არის უფრო წმინდა თუ ჯერ არის ღმერთი ყველაზე წმინდა და მერე მოდის მისი სული და მისი შვილი. და აბა რა არის ღმერთის შვილის სახელი? ნუ ბევრს გონია რომ ის სახელი არის იესო. მაგრამ იესო მოდის ბერძნულიდან, მოდის ზევსის ხებულიდან, აისუს, ანუ ზევსის კურთხეულს ნიშნავს. და ეს არის ძალიან ბილწი სახელი არის. ეს მოდის ძველი დროიდან, ბერძნულიდან და რეალურად მის სახელი ეს არ არის. მის ნამდვილი სახელი არის იაჰუშუა. ანუ ღმერთის შვილის სახელი არის იაჰუშუა, რაც ნიშნავს იაჰ არის ხსნელი. ან იაჰ არჩენს. ანუ ღმერთმა თავის შვილს ჯერ დაარქვა თავის სახელი იაჰ და მერე ყველაზე დიდი ტიტული მიცა, რაც არის იაჰ არის ხსნელი. ანუ ხსნა და რჩენა მოდის მარტო ღმერთისგან, იაჰვესგან. და თავის შვილს დაარქვა იაჰუშუა, რაც ნიშნავს ღმერთი არის ხსნელი. და ეს იყო დღევანდელი ვიდეო. აქ დღეს ვილაპარაკეთ ღმერთის შვილის ნამდვილ ვიზუალზე და მის ნამდვილ სახელზე. იმედია გესიამოვნათ, იმედია რამე ახალი ისწავლით დღეს.
შეგიძლიათ კომენტარებში მითხრათ თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე. მადლობა ყურებისთვის, ნახავთ ჩემს ლექციაში და ნახვამდის.